აკრძალე ნაციზმი, არა ფაშიზმს, არა უკრაინიზაციას. ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ არჩევნებში გაიმარჯვა, ულტრამემარჯვენე რესტავრაციის საფრთხე ისევ არსებობს. ლიბერალური ანტიქართული პარტიები არ აიკრძალებიან და საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 5 ოქტომბრის არჩევნებში. მიღებული ხმების ოდენობით მათ შეუძლიათ ფრაქციებიც კი შექმნან საკრებულოებში. თანაც დიდ ქალაქებშიც, მათ შორის თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტიისა და სატელიტების აკრძალვა 5 ოქტომბრის შემდეგ ძალიან გაძლიერდება და წოლიკიანის კომისიის მნიშვნელობა გაფერმდება. ეს ძალები კვლავაც დააპირებენ დესტაბილიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლას, რაც საქართველოში მემარჯვენე დიქტატურის დამყარებას ნიშნავს. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაფრთხილოთ ხალხი, რომ საქართველოს ფაშიზაციის შესაბამისად კი უკრაინიზაციის საშიშროება კვლავაც არსებობს. შეხედეთ რა მოხდა უკრაინაში. ულტრამემარჯვენე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობრივად მოსვლისთანავე აკრძალეს ოპოზიცია, გააქრეს დემოკრატია, მოახდინეს ქვეყნის მილიტარიზაცია და დააჯახეს ის უმძლავრეს ბირთვულ სახელმწიფოს. ჩვენ ასეთი გზა უკვე გავიარეთ. საქართველოს ხელახელი უკრაინიზაციის შემთხვევაში კი უარესი მოხდება. თელმა მსოფლიომ ნახა თუ რამე იყო უკრაინა, 100,000-ობით მოკლული, უფრო მეტი დასახიჩრებული, მილიონობით, ათეული მილიონობით მიგრაციაში დასული, ნახევარი ზარ დარჩა, 50 მილიონიანი აყვავებული ქვეყანა, 20 მილიონი დარჩა, ისიც მაღალი ციფრია. სოციალური კატასტროფა კარსაა მომდგარი. და პასუხისმგებლობა ყველაფერზე ამაზე ეკისრება პირველ რიგში კიევის ხელისუფლებას. მაშინ როგორც სააკაშვილის ხელისუფლებას ეკისრებოდა 2008 წლის ის ავანტიურა. ზუსტად ასევე. არესტოვიჩიც კი ამაზე გახვირის თელ მსოფლიოს გასაგონად. ჩვენ ვიცით ვინ არის არესტოვიჩი, სხვათაშორის ლაგოდოჩია აქ დაბადებული. ამიტომ მოვიწოდოთ ხელისუფლებას. ყველაფერი იყონონ ანტისახელმწიფოებრივი ძალების 5 ოქტომბრამდე ასაკრძალა. ყველაფერი არის. ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ კომისია შევიდეს, შესაბამისი, ვინც არის ალბათ საქართველოს პარლამენტი, საკანონმდებლო ინიციატივით დათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში და აიგზალოს ეს 3-4 პარტია. მათ არ უნდა მიეცეთ საშუალება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მივესალმებით საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ოცნებამ ხალხს უნდა მიხედოს და მიხედოს იმას, რაც ახლა თქვით, არა ფაშიზმს, არა ნაც პარტიას, მის სატელიტებს, გაუმარჯოს დემოკრატიულ საქართველოს.